მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარება რუსთავის აპყრობილესთან პატიმრების ოჯახის წევრები ადგილზე რჩებიან. მჟავრდებულები ციხის ადმინისტრაციას ზეწოლაში ადანაშაულებენ. საპყრობილეში მონიტორინგის ჯგუფის წევრები და სასულიერო პირებით შევიდნენ. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი, რომელიც დილიდან მუშაობს რუსთავის საპყრობილესთან. თამარ, თუ გაქვს ბოლო ინფორმაცია, რეალურად რა ვითარება არის საპყრობილეში? რუსთავის სასჯელ აღსრულების ნომერ მე-16 დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა მონიტორინგის ჯგუფის წევრმა ლალი მოროშკინამ. მის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით ამ დროისთვის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში სიმშვიდეა, ბუნტის წინაპირობა არ არსებობს. პატიმრები აპროტესტებენ ციხის ადმინისტრაციის შეცვლას და ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის ხისტ მოპყრობას. ლალი მოროშკინას თქმით, მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა როგორც სასჯელ პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან, ასევე ციხის ადმინისტრაციასთან და არსებული პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება. ნამდვილად ადგილი ჰქონდა და ჯერ კიდევ გრძელდება დაძაბულობა ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის. ამიტომ ჩვენ როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შევაგროვოთ მთელი ინფორმაცია, რომელსაც ახლა გადავცემთ ბატონ სოზარს. ჰქონდა შეხვედრა გენინსპექციის ხელმძღვანელთან, ბატონ სუბელიანთან და მინისტრის მოადგილესთან, ირაკლი წერეთელთან და ჩვენ მოვილაპარაკეთ ერთ რამეზე და შევჯერდით, რომ ნამდვილად პრობლემა არის კადრების სიხისტესთან დაკავშირებით და ზუსტად ეს პრობლემა იქნება აღმოფხრილი, რაზეც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, მოგვიანებით. ერთია, რომ ნამდვილად არ შევა სპეცრაზმი, ნამდვილად არ ჩატარდება არანაირი სადამსჯელო ოპერაცია და ნამდვილად ყველაფერი მოგვარდება დიპლომატიურად მოლაპარაკების საფუძველზე, რისი აბსოლუტურად თანხმობაც მოგცა მინისტრის მოადგილემაც და ესაუბრეთ ყველა გენინსპექციის უფროსმაც. პატიმრებმა ასევე დაკავშირება ცადეს ოჯახის წევრებმა, ისინი გაესაუბრნენ საკნების ფანჯრებიდან თავიანთ ოჯახის წევრებს. პატიმრები ამბობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას, ასევე იყო ცემის ფაქტები, რის შემდეგაც პატიმრების ოჯახის წევრებმა გზის გადაკეტვას ცადეს. რამდენიმე წუთით პარალიზებული იყო მიმოსვლა რუსთავი გარდაბლის ცენტრალურ გზაზე, რის შემდეგაც პატიმრების ოჯახის წევრებმა ასევე გადაინაცვლეს სასჯელ აღსრულების ნომერ მე-16 დაწესებულების შესასვლელთან და ისინი პატიმრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაცემი იყო რამდენიმე პატიმარი, რის შემდეგაც ისინი მოინახულეს სასულიერო პირებმა. სასულიერო პირები ჩვენთან საუბარში არ ადასტურებენ პატიმრების ცემის ფაქტებს. ასევე ერთ-ერთი პატიმრის ძმა ამბობდა, რომ მის პატიმარს ჰქონდა ყბის ძვალი მოტეხილი ცემის შედეგად, თუმცა მის სანახავად სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში კვლავ შებრუნდა გელამთივლიშვილი, მონიტორინგის ჯგუფის წევრი და მან არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია პატიმრის ცემის შესახებ. ამირეკა ჩემო ძმამ. რაგვარი არის შენ? მაგას ვერ დავასახელებ. უბრალოდ პრობლემები შეიქმნება ზედმეტ. ხავა რა გითხრათ? ისედაც ნაცემია. ეს არ უთქვია. ვერ ლაპარაკობდა, ისეთი ნაცემია. რას ბრძანეთ, ქალბატონო? ესე იგი ეს ბიჭი მაშინ მათ მომოტყუეს, რა ვიცი, აბა რა გითხრათ ეხლა? უამრავი ხალხი პროვოკაცია შეიძლება წამოეგოდა, გაჩერდა. ჩამოდიკო. გამოვიდა და იმ ადვოკატმა ლავენ ცემაშიო. ვინ რა თქვა? მე არ ვიცი, მაგრამ მე რაც ვნახე გეუბნებით იმას. პატიმრეთა ქონდა საუბარი და იმას არ უთქვია, თუ მე არის ნაცემი ან კარცერში ესეთი პროტესტი არ გამოუწვია, გესმით? გამოსული ვიყავი და შევგუნდი, ხო დაინახე. ტყუილი, არანაირი ყბა მოტეხილი და დაზიანებული არაიმე ნიშანი მქონდეს, მე არ მინახავს. და რა მდგომარეობა? პირადად ვესაუბრეთ, ძალიან ნორმალურად საუბრობს. ვკითხე, რომ ამ წუთში რამე პრეტენზია თუ გაქვს, ამ წუთში პრეტენზია არ აქვს. ერთადერთი, რასაც პატიმრები ითხოვენ, ეს არის ახალი დირექტორის აბურჯანიას თანამდებობიდან გადადგომა, ლევან აბურჯანიას. მე-16 დაწესებულებაში დღეს განვითარებული მოვლენები ასევე შეაფასა სასჯელ ახსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სულუბარის განცხადებით, ეს არის ციხის ავტორიტეტების მიერ მართული პროვოკაცია. ახლა ეს მეგობარი კი არა,
ოჯახის წევრის რო ყოფილიყო დღევანდელ ვითარებაში ასეთ რამეს ვერ გაბედავ და მე მგონი დამეთანხმებით ამ დღეს არ არის სწორი ინფორმაცია. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება და დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად, რომ ის შეძლებს სიტუაციის მართვას, ისე რომ ვიმეორებ ადამიანის სტანდარტი იყოს დაცული, მაგრამ მეორე მხრივ სიტუაცია არ დაექვემდებაროს იმ ხალხის კონტროლს, ვისაც სურს აკონტროლო სისტემა, ლაპარაკია მაყურებლებზე, ლაპარაკია კანონიერ ქურდებზე, ლაპარაკია კრიმინალურ ავტორიტეტებზე. გუშინ მოხარშეს თუ დააყენეთ არც ვიცი რა ქვია ბრაგა, ალკოჰოლური სასმელი, შეტანილი ჰქონდათ ამისთვის ინგრედიენტები, ჯერ კიდე ეთქობა წინა პერიოდში. და როცა ამაზე გარკვეული ზომები მიიღო ადმინისტრაციამ, იმით პირდაპირ გამოცხადეს, რომ ჩვენ დავალაგებთ ან ავრევთ. ჩვენ არ გვჭირდება მათი დაალაგებული. არ ავარევინებთ არავის სიტუაციას. აი ეს არის პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გაგრძელდება. მე-16 დაწესებულებაში ამ დრომდე რჩებიან მონიტორინგის ჯგუფის წევრები დიმიტრი ლორთქიფანიძისა და დაჩი ცაგურიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ჩვენ უკვე დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა თამარ, პირდაპირ ეთერში თამარ გოგესაშვილი საუბრობდა.